მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერში და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემოყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კვლავ გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ჯერჯერობით არავინ იცის, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლება მათ გაუგზავნეს ანგარიში, თუმცა ამ ანგარიშზე პასუხი დადებითი არ არის, იმიტომ რომ ის ანგარიში იმ მოთხოვნებს, რომელიც იყო გამოგზავნილი, შესასრულებლად ბუნებრივია არ აკმაყოფილებს. დღეს პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ასეთი განცხადება გააკეთა. გვპირდებით, რომ საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება, თუ არის ქალი კაცად, ან თუ არის კაცი ქალად. ეს არის ჩემი დაპირება, ამის შესახებ განაცხადა ირაკლი ყობახიძე, როგორც გითხარით, მთავრობის მეთაურის შეფასებით საქართველოს ხელისუფლებას იმ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, რომელთაც იკრძალება ერთსქესიანი ქორწინება ან პარტნიორობა. რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატებთან ჩვენს ურთიერთობას, ამბობს ყობახიძე. კიდევ ერთხელ ყველას ვეუბნებით დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. რა უდგას წინ დასხდომას და ლაპარაკს? ბუნებრივია არაფერი. როგორც ხდებიან მაგიდასთან, ეს არის ზუსტად იმის დასტური, რომ მათ არაფერი აქვთ. კი არა, ეშინიათ, მათ აქვს სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა. სამარცხვინო შანტაჟის მცდელობისთვის მათთვის არ არის მისაღები მაგიდასთან ჯდომა. გვპირდებით, საქართველოში ვერავინ ვერ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერავინ გადაკეთდება, თუ არის ქალი კაცად და თუ არის კაცი ქალად. ეს არის ჩემი დაპირებაო, ამბობს ის. ეს მოთხოვნა მათ აქვს მთელი ევროპის მასშტაბით. ვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელთაც იკრძალება მაგალითად სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება, არ მოგცემენ პრივილეგიებს. ასევე თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელთაც იკრძალება ერთსქესიანი ქორწინება ან პარტნიორობა. თუ ეს კანონი არაფერს ცვლის, მაშინ რატომ ითხოვეთ მის გაუქმება? თუ უსარგებლო კანონია. რომ გაქვთ ამბობენ, რომ სამოქალაქო რეესტრში მე რომ მივიდე, უნდა შევძო ქალად ჩავეწერო. ამ თქო რომ მიხდიდე. უნდა შეძლოთ კაცად ჩაეწეროთ. ვეუბნებიან, რომ ეს არღებს ადამიანის უფლებებს. ეს ხომ სირცხვილია, არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან. მათ შორის უნგრეთს დაფინანსება შეუჩერეს კონკრეტულად ორი მიზეზის გამო. ეს არის LGBT თემა და ის რომ მიგრანტებს არ უშვებს თავის ქვეყანაში. ასეთია დღეს Deep State-ო განაცხადა პლატონმა ყობახიძემ. Deep State-თან დაკავშირებით ივანიშვილის კარის ფილოსოფოსმა ზაზა შათრიშვილმა მორიგი დიდი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოგვახსენა, რომ ტრამპიც უკვე ფაქტობრივად Deep State-იაო. ახლა ეს ასე აღმოვაჩინეთო, თქვა პლატონმა შათრიშვილმა. დღეს ვისაუბრებთ ამ თემებზე და არა მარტო ამ თემებზე, ბუნებრივია გადაცემაში ჩვენი სტუმრები იქნებიან ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი ლევან ყურაშვილი, კოალიციის პრეზიდენტის წევრი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ხელისუფლებამ და მათთან თავადმა ასე იდეოლოგმა და განხმარებმა, რომელიც ძირითადად სავარაუდოდ ივანიშვილის მესენჯერს ახმოვანებს, პირდაპირ გითხრა, რომ თურმე ტრამპის Deep State-ის გავლენის ქვეშ ყოფილა. ეს არის ახალი აღმოჩენა ჩვენი ხელისუფლების. რა სიტყვით ამაზე, ავიც ლევან თქვენ დავიწყოთ. მოგესალმებით მერაბ, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, ეს არ არის ახალი ამბავი, პრინციპში იგივე ამბობდა შათირიშვილი, რომელმაც ყაველაშვილის სახელით გამოაქვეყნა წერილი, დღეს საკუთარ თავს დაეთანხმა უბრალოდ. ამბობ რომ ყაველაშვილის წერილიც ამის დაწერილი. ყაველაშვილის დაწერილი არ არის, ამაში ხო დავხტები. არ ვიცი. ამიტომ ხო რა თქმა უნდა ხა სტილი იგივეა, ბიძინა და შათირიშვილი წერენ ერთდროულად ამ წერილებს და ღია წერილებს ზოგადად ბიძინას სიტყვები რო ვიხმარო, ბიძინას კანიოკია, პოლიტიკაში ხო ეგრე მოვიდა, ღია წერილით მოვიდა თუ გახსოვს. და მე ღია წერილით აგრძელებდა 2013 წლიდან დაწყებული, სულ ღია წერილებს აქვეყნებდა და ახლაც ღია წერილების გამოქვეყნებით არის დაკავებული და დღეს საკუთარ თავს დაეთანხმა ერთხელ ვამბობ, იმ წერილშიც რაც ყაველაშვილმა გამოაქვეყნა, რა წერია რომ თურმე ტრამპი არ არის დამოუკიდებელი და ვიღაცის დავალებებს ასრულებს. დღესაც იგივე გაიმეორა, რომ ახლა უკვე რა თქმა უნდა თავის სახელით გამოქვეყნებულში ბევრად უფრო მეტი თავისუფლება აქვს შათირიშვილს, ვიდრე პრეზიდენტის სახელით გამოქვეყნებული, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის სახელით გამოქვეყნებულში. ამიტომ მეტის უფლება მისცა საკუთარ თავს და მე უკვირს ამ ხალხს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ვერ ლაგდებიან ზუსტად იმიტომ, რომ ეს ხალხი დგას და ამერიკის პრეზიდენტს აბრალებს. კაცად გაგაწყვეტენ რაღაც ხარვეზია, როგორც ვეუბნებიან ხმაზე და თავდადელასთან გადავალ და მე თქვენთან უბრალოდ იგივე კითხვა მაქვს. ანუ გახსოვს ჩვენ რომ ველოდებოდნენ ტრამპს დიდი ასე თქვა იმედებით, ოციანის მერე ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი ამბობდა ტრამპი როგორც უწოდეს იქნება. ანუ აღმოჩნდა რომ ტრამპის ტიპის მონა გამხდარა. კი, და ნუ ეს დღეს შევიტყვეთ ცნობილი Deep State-ოლოგის
მორიგინა აზრევით ზაზა შათირიშვილისაგან, მაგრამ მე იცით რა მაინტერესებს, რომ როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები უკვე მერამდენედ შეცდნენ შეფასებებში, მოლოდინებში და სრულად განსხვავებული რეალობა აღმოჩნდა, რასაც ისინი რა ილუზიასაც უქმნიდნენ თავის მხარდამჭერებს, ცხადია თორე ხა სხვას არავის ჯეროდა. Rodemde შეიძლება მათ კონდეთ ასეთი შეცდომების უფლება. ანუ ტრამპის იმედი კონდათ და ტრამპმაც არ გაუმართლათ. იქ ელოდნენ რომ დაუშვათ ევროკავშირ პარლამენტში ევროსკეპტიკოსები იქნებოდნენ უმრავლესობაში და ამანაც არ გაუმართლა. ელოდნენ რომ უკრაინა დამარცხდებოდა ძალიან მალე რუსეთთან და ასე არ მოხდა. ბოლოს და ბოლოს ელოდნენ რომ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი ყავდათ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ასეც არ არის თურმე. და ძალიან საინტერესოა იკითხვა რომ დავსვა რიგით ამომრჩეველს ქართული ოცნებისას რომ დაუსვა ამდენჯერ რომ შეეშალათ ამ თქვენს რჩეულ ხელისუფლებას როგორ გაენდობით ანუ როგორ რჩებით იმის იმედად რომ ქართულ ოცნებას რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და უსაფრთხოების რისკების დაზღვევა ეს ხო სრულიად წარმოუდგენელია ხო როდესაც ყველა მათი პოლიტიკური გათვლა და პროგნოზი არ გამართდა ეხლა რაც შეეხება იმას რომ ჩვენ ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდება ანა მირაკლი კობახიძე იქნება მანამდე რეესტრში ვერავინ ქალი კაცად ვერ დაფიქსირდება და კაცი ქალად ძალიან მაინტერესებს სად ნახა ირაკლი კობახიძემ ასეთი რიგები და მსურველთა რიგები საქართველოში აი მართლა ინტერესი მაქვს თუ კი ვინმე ამგვარი არის, რა ვიცი, ყველა მათ მთავარ პროპაგანდისტულ არხზეა ხოლმე წარმოდგენილი და ყოველგვარი პრობლემების გარეშე საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა ტიპის ოპერაციები აქვს ჩატარებული და თავიანთ ძალიან დიდრულ გამოცდილებას უზიარებენ ისევე ქოთს ამომრჩეველს, იმიტომ რომ იმედის მაყურებელი ეს არის. უბრალოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ახლა პირადად მე როგორც საქართველოს მოქალაქე რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე ხო 10 წელზე მეტია ვარ ქართული ოცნების ოპოზიციაში სრულად არ უგრძნობ თავს შეურაცხყოფილად ქართული ოცნებისგან იმიტომ რომ ჩემთვის ცხადია რაზე და სადამდე წამსვლელია რუსეთის მიერ საქართველოში ხელდასხმული რეჟიმი მაგრამ მე მაინტერესებს თავად ქართული ოცნების ამომრჩეველი როგორ არჩება შეურაცხყოფილი ყველაფერი იმით რასაც ქართული ოცნება აკადრებს მას ამ იაფასიან პროპაგანდას ამ აბსოლუტურად აღრეულ ღირებულებებს რომელიც აღდება როგორც ქართული და ტრადიციული ღირებულებები მე არ შემიძლია არ თქვა ის რომ ქართული ოცნება რომელიც პოზიციონირებს მუდმივად იმით რომ მარტო სქესის წართმევის ამბავი კი არ არის უკაცრავად გადაკეთების ქართველობის წართმევის საშიშროების წინაშე ვდგავართ მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში კორუფციასთან დაკავშირებული შემთხვევა იყო მოსამართლე უთმელიძის გახსოვთ რაც მის დედას უკავშირდებოდა და მოსამართლე უთმელიძე გამოვიდა და თქვა რომ დედა ნათესავი არ არის ოჯახის წევრი არ არისო დედა და ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საკუთარი ძალაუფლებისთვის და ეს იყო პირველი სიმპტომი დაიწყო დედის უარყოფით და აი ამ 13 წელში დეგრადაციის იმხელა გზა გაიარა მენტალური დეგრადაციის რომ შვილის უარყოფამდე მივიდნენ უკვე განსხვავებული აზრის მქონე შვილის უარყოფაც კი შესაძლებელია თუ ეს დაჭირდა ქართული ოცნებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად მე ძალიან სახიფათო და ჩვენ გავატარეთ რაღაცები
მე ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი ეთერი განსაკუთრებით გარეჯის თემაზე და მაშინ საუბრობდით ამაზე ზუსტად რომ ქართული ოცნება გამოაცხადებს ექსკლუზივს ეგრეთ წოდებულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე და მართლაც ასე მოხდა, მაგრამ სინამდვილეში მათ ის რაც რეალურად უკავშირდება ქართველი ხალხის ისტორიულ გამოცდილებას, რაც უკავშირდება ჩვენს ღირებულებათა სისტემას, რომელიც ჩვენი კულტურით, ჩვენი ლიტერატურით, ხელოვნებით არის გადმოცემული და მოღწეული დღემდე, ამას ყველაფერს საფუძველი გამოაცალეს და ეხლა მივიდნენ იქამდე, რომ აპირებენ, რომ გადაწერონ და შემოგთავაზონ საქართველოს ისტორიის პუტინისეული ვერსია. ანუ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რაც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, რაც ამ ქვეყნის ასე ვთქვათ, სულიერ და კულტურულ განვითარებას და ღერს წარმოადგენდა, განვითარების ღერს წარმოადგენდა აბსოლუტურად ყველაფერი წაშალეს. მოდი ლევანს დაუბრუნდები ისევ და მე თქვენთან დაუბრუნდები. ზაზა შათვერიშვილის ციტატა. ოლიგარქიული ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ deep state-ის ნამოქმედარისგან. მოახდენონ მისი რებრენდინგი და ძველი აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში ჩატოვონ და ამას უკავშირებენ, რომ ეს ევროპა ეხლა გთხოვს და NGO-ებს როგორ იცავს ევროპა, იმიტომ რომ ამ NGO-ების ხელით რევოლუციას გვიწყობენ. სხვათა შორის ირაკლი კობახიძემ მას გაიმეორა. იგივე იმედი გვაქვს, რომ აშშ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ აძლევს deep state-ის გავლენას. და რადგან ყველაზე წუხთან ის არის, რომ ფაქტობრივად ყურადღებას არ გვაქცევს. გვაიგნორებ, ხო, წერილი ხო, ყავალაშვილის ეგ იყო, რატო გვაიგნორებთ, ბატონო ტრამპო დღეს იმედი აზიარებს ერთ-ერთი უცხოური გამოცემის წერილს Responsible Statecraft-ის, რომელიც დაახლოებით იგივე ასე ვთქვათ ნარატივს ავრცელებს, რომ შეიძლება ტრამპის საქართველოს მიტოვებულად გრძნობს თავს ტრამპისგან და ეს უყურადღებობა შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია და არა რაღაც სხვა რაღაცები. ну მოკლედ როგორ ფიქრობ, რამდენად შეიძლება ოცნების შეთავაზება, რასაც კალაძემაც გაიმეორა, რომ ჩვენ ვთავაზობთ სუფთა ფურსლიდან დავიწყოთ ურთიერთ ამერიკას, მართლაც ასე აღმოჩნდეს მისაღები ამერიკისთვის და სუფთა ფურსლიდან დაიწყოს ეს ურთიერთობა. ხო, სამწუხაროდ მაგ ძალიან მნიშვნელოვან გამოცემას არ ვიცნობ. ხო, მეც პირველად გავიგე, ამიტომ ახლა ესე წავიკითხე. Statecraft. რაც შეეხება ოცნების პოლიტიკას, ხო, ოცნებას შეიძლება ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ამერიკელები მას დაელაპარაკონ, მაგრამ როგორც მინიმუმ ივანიშვილმა უნდა მოусმინოს იმ მესიჯს, რაც ამერიკელებმა მას გამოუგზავნეს. და მათ შორის ყოფილმა ელჩმა ძალიან გარკვევით ილაპარაკა იმაზე, თუ რა მინიმალური პირობები არის იმისთვის, რომ ოცნება საერთოდ ვინმე რამე ჩააგდოს და ეს არის პირველი ის, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ამერიკის ლანძღვა. და ამერიკას დაბრალება, რომ რევოლუციას აწყობენ აქ. 4 რევოლუციას აწყობდენო, ყაველაშვილს რომ წერია წერილში. აქედან ერთი როდის უწევს, იცით? 2020-ში, როცა ამერიკის პრეზიდენტი იყო დონალდ ტრამპი. ანუ ტრამპი უწყობდა მათ რევოლუციას, ამას ამბობენ ისინი დღემდე. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ტრამპი არ არის დამოუკიდებელი, ტრამპი ასრულებს ვიღაცების დაკვეთას. ანუ ამერიკის პრეზიდენტის ლანძღვას აგრძელებენ და თან ეუბნებიან, რომ მოდით და ვილაპარაკოთ. არავინ მათ არ დაელაპარაკებათ. გამორიცხული ამბავია. პრობლემა რა არის? ტრამპს არ ლანძღავდნენ თავიდან, პირიქით ეფერებოდნენ, მაგრამ მაინც არ დაელაპარაკეს. ტრამპს არ ლანძღავდნენ, მაგრამ deep state-ის წარმომადგენლობა დააბრალეს მარკო რუბიოს. გვახსოვს ჩვენ ეგ ამბავი 26 მაისის აღლუმის შემდეგ ხდებოდა ეს, თუ სწორად მახსოვს. ამიტომ შეუძლებელია ასე ვინმესთან ურთიერთობის დაწყება. როგორც მინიმუმ ხო უნდა მოусმინო რა მესიჯს გიგზავნიან. რომ რა პირობები აქვს მათ იმისთვის, რომ შენ დაგელაპარაკო. ხო, ივანიშვილი ამას არ აკეთებს. ივანიშვილი საუბრობს შანტაჟის ენით, რომ ჯერ ჩემ ფული დამებრუნეთ და მე დავждეთ და ვილაპარაკოთ. და ამერიკასთან შანტაჟის ენით საუბარი არ გასვლია არავის. მათ შორის პუტინიც კი იმდენად ჭუასუსტები არიან აქ, ზოგიერთები, რომ იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ ტონში არ უნდა ილაპარაკო. პუტინიც კი, რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს ივანიშვილის ხელისუფლებასთან შედარებით, ელაპარაკება ენის მოჩლეკით ტრამპს და პორტრეტებს უგზავნის მოსკოვიდან ვაშინგტონში, ხო? და ამ ფონზე ესენი დგანან აქ ლანძღავენ ტრამპს, აბრალებენ ვიღაცების გავლენების ქვეშ ყოფნას, აბრალებენ მათ შორის რევოლუციის მოწყობის ერთ-ერთ ცდელობას მას და მის ადმინისტრაციას და არიღებენ ტრამპის გამოგზავნილ მესიჯებს. ამ ფონზე შეუძლებელია მათ ვინმე რამეზე დაელაპარაკოს საერთოდ. და ეს
ჯერ ერთი რა თქმა უნდა ქვეყნისთვის ცუდი არის, იმიტომ რომ იზოლაციაში არის ქვეყანა რეალურად. მაგრამ პირველ რიგში ცუდი არის მათთვისვე, იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთ რეჟიმში ბევრი ხანი მართო ქვეყანა. დიდ ხანს ასეთ რეჟიმში ვერ მართავ. ან მათ უნდა შეცვალონ ქცევა და ქცევის შეცვლა მარტო ის კი არ არის რომ რაღაცა ტრამპის მესიჯი მიიღო. ის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, რაც აქვს ცივილიზებულ სამყაროს მათ მიმართ. ან მეორე ვარიანტი არის დაიხურონ ქუდი და წავიდნენ სახლში და ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე, მათ შორის ივანიშვილისთვის და შეიძლება მას არაპიროს ჩვენ ხედავთ რომ ის პირიქით შეტევაზე გადადის, ეხლა ტრამპისთვის დაიწყეს დაბრალება deep state-ობის, deep state-ის რაღაც გავლენის ქვეშ ყოფნის, აგერ როდესაც ევროკავშირმა გადაწყვიტა რომ განიხილოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, ამის საპასუხოდ ფაქტობრივად ეს ხო პასუხი არის ყველა ასეთ ნაბიჯზე იქიდან რაც მოდის ხოლმე, ამათი პასუხი არის უფრო უარეს ვიზამ. ხო, ეგრევე დენჯოვები დააყადაღეს, დაიბარეს პროკურატურაში, ანუ ეს არის პასუხი. ანუ ის კი არა რომ უკან დავიხება, არამედ უარეს გავაკეთე. განსხვავებით. ასე პასუხობს ივანიშვილი და აგერ საერთოდ დენჯოვებს დავხურავ. განსხვავებით ევროკავშირისგან, რომელშიც არის დიდი ბიუროკრატია და გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება ძალიან დიდი დრო. და ამათვის ცუდი ამბები შეიძლება დადგეს დროში გაწელილად. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მყისიერი რეაგირება და მყისიერი რეაგირება მათ შორის ძალიან ცუდად ივანიშვილის რეჟიმისთვის. ამიტომ ისინი როცა ანალოგიურ სტილში ელაპარაკებიან ამერიკის პრეზიდენტს, არის მათი მხრიდან იდიოტური გადაწყვეტილება. მათთვისვე ცუდი არის ეს. ჩვენთვის კარგი რა არის, იცით, რო ვერ ხვდებიან, რომ ეს მათთვის ცუდი არის. ძალიან კარგია გააგრძელონ ასეთ სტილში და როგორ დაამთავრებენ, მაგასაც ვნახავ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მით უმეტეს განსაკუთრებით დონალდ ტრამპთან ამ ტონში საუბარი გოგეუნებით ჯერ არავის არ გაუბედი, არ ვიცი, შეიძლება მადურო ლაპარაკობს ასე, რომელზეც 50 მილიონიანი ჯილდო არის დაწესებული მის დაკავებაზე. ივანიშვილსაც თუ უნდა რომ საკუთარ თავზე 50 მილიონიანი ჯილდო დააწესოს ვინმემ რომ დააკავონ, კი ბატონო, წარმატებებს უსურვებ მე ამ გზაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეუძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებს ელაპარაკოს შანტაჟის ენით. ეს არ გამოსვლია არავის. და მით უმეტეს არ გამოუვა ივანიშვილს, რომელსაც გაცილებით სუსტი არის სხვებთან შედარებით, ვინც ვერ ბედავს ამ ტონში საუბარს. ასე რომ ის პრობლემა ივანიშვილს რა არის, იცი? მართლა ჯერა იმისი, რასაც შათირიშვილი საკუთარ წერილებში წერს. აქედან ამოდი. შათირიშვილი წერს თუ ივანიშვილი? ხო, ნუ ერთად წერენ ახლა. ეუბნება და ის წერს მერე? არის, ნუ ახლა ერთმანეთზე გავლენებს ახდენენ. მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა საბოლოო ჯამში ვინ წერს. თავარი ისე რომ ერთსაც და მეორესაც მართლა ჯერა იმ სიგიჟეების, რასაც წერილებში წერენ. და ეგ არის მაგათთვის თავარი ოლიგარქიული ოჯახები, რამდენჯერმე იმეორებს ეს შათირიშვილი. ეს ხო ძველი რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახი მართავს ამერიკის ხო ეს ხო ძველი ისტორია ახლა ყველას ვიცი რა როტშილდების ისტორია და მე ოქროს მილიარდზე საუბარი და ძველი შეთქმულების თეორია რომელიც 70-იან წლების საბჭოთა კავშირში დაიბადა და მე 90-იანების რუსეთში იპოვა დიდი გასაქანი, ხო? უბრალოდ ესენი ამ პროპაგანდას კი არა მითებზე და შეთქმულების თეორიებზე სხედან და რა თავარია ჯერათ ამის. მაგათ პრობლემა ეგ არის რომ ჯერათ, რო არ ჯეროდეთ. მაგალითად კობახიძეს დარწმუნებული ვარ რომ არ ჯერა მაგის. უბრალოდ კობახიძე არის როგორი ადამიანი, იცით? მაინც არ მომისმენს ბიძინა ივანიშვილი და თავი რაზე ავიტკიო, ამიტომ ყველაფერზე ეთანხმება და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. უბრალოდ კარგი ის არის ჩვენთვის, რომ ესენი ვერ ხვდებიან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სიტუაცია დაალაგონ, მათ შორის მათთვის მინიმალურ დანაკარგით. და ისინი დაკარგავენ ერთბაშად და დაკარგავენ ყველაფერს. ოღონდ ეს როდის დადგება ეს რა თქმა უნდა ახლა შეუძლებელია ამის პროგნოზირება, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. კი ბატონო, ქავდალელა, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ახსენეთ ჩინეთის ამბავი, ჩინეთ ანუ ვერ დაალაგდნენ ამერიკასთან, ვერ დაალაგდნენ ევროპასთან, ჩინეთთან თითქოს სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდათ, მაგრამ აი ორგანიზებაზე არ აღმოჩნდნენ მიწვეულები, ამით ახსეს ის, რომ ახლა შანხაის ორგანიზაციის წევრები არა ვართ, არც დამკვირვებლები არა ვართ და ხო, ამიტომ არ ვიყავითო და პლუს ეხლა თქვენ რა გინდოდათ, რომ პუტინის გვერდით აღმოჩენილიყავითო, აქეთ შემოაბრუნეს ეს ყველაფერი. არა, ცხადია, არ უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლება ჩინეთში, ჩემი აზრით, იმ შემადგენლობაში, მაგრამ არგუმენტი, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არ არიან არც დიალოგის ფორმატში და არც ისე არ არის ახსნა, იმიტომ რომ ორად იყო გაყოფილი ჩინეთის, ასე ვთქვათ, ღონისძიებები, ერთი იყო აღლუმი, იაპონიაზე გამარჯვების და მეორე გახლდათ შანხაის თანამშრომლობის
ორგანიზაციის სამიტი. აღლუმზე მიწვეულები იყვნენ ისეთი და სხვა შორის სამიტსაც ესწრებოდნენ. მაგალითად სერბეთი არ არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი, არ გახლავთ სლოვაკეთი, მაგრამ იქ იყვნენ წარმოდგენილები, რადგან ჩინეთმა მიიწვია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც გავლენებს ავრცელებს და რომელიც სჭირდება თავისი ინტერესების გასატარებლად. მაგალითად, სერბეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის სივრცეში მას სჭირდება თავისი ინტერესების გასატარებლად. ანუ ეგ ახსნა არ არის. ამ ისტორიიდან სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იმდენად დესუვერენიზებულია ქვეყანა ჩვენი, რომ ჩინეთიც კი უარს ეუბნება პარტნიორობაზე, იმდენად უფუნქციოდ დარჩა და ისე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთის ინტერესები მანამ იქნება ამ ქვეყანასთან და მაშინ იქნება, როდესაც საქართველოს ექნება პერსპექტივა ევროკავშირში ინტეგრაციისა, იმიტომ რომ ჩინეთს ამ თვალსაზრისით აინტერესებს ჩვენი ქვეყანა, თორე აბა მითხარით, სად არის 1 ცენტიც კი ჩადებული ან 1 იუანი ინვესტიცია ჯერ თქვენს რომ სტრატეგიული პარტნიორობაო პოლიტიკური კი არ არის, ეკონომიკური არის. ხო, მაგრამ ტენდერში ხო გაიმარჯვა ჩინურმა ფირმამ, სად არის ანაკლიაში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც სასწრაფო წესით უნდა დაწყებულიყო, ხო, ანაკლის პროექტის აღორძინება. გარდა მაგისა, ხო, ნათია თურნავა მე კარგად მახსოვს, გააკეთა განცხადება, რომ ჩინური ფინანსები კიდევ კარგი რო არ შემოდის, მაგრამ რომ შემოვიდო და ამითი ამშვიდებდნენ თავიანთ მომხრეებს, რომ იცით რა, თუ შეწყდა საერთაშორისო პროგრამები, თუ აღარ იქნება მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი და ასე შემდეგ და შემდეგ, სამაგიეროდ შემოვა ჩინური ფინანსები, მაგრამ არ არის ეს ჩინური ფინანსები. არ არის, იმიტომ რომ ინტერესი არ არის საქართველოს მიმართ. და რაც შეეხება კავკასია ცენტრალური აზიის ტრეკი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე შეერთებული შტატებისათვის და ასევე ჩინეთისათვის, დღეს აქ კონფიგურაციას წყვეტს, როგორი იქნება ალიევი, ფაშინიანი, ერდოღანი და საქართველოს არავინ არაფერს არ ეკითხება. ამიტომაც დაუშვათ ეს სამეული გახდათ მიწვეული და იყვნენ მასე რა ქვია ჩინეთში. ეხლა რაც შეეხება გარდა იმისა, რომ დაუშვათ სომხეთს და აზერბაიჯანს განაცხადი ჰქონდათ გაკეთებული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობაზე. ეხლა რაც მინდა ვთქვა Deep State-თან დაკავშირებით და ჯიჰადი რო აქვთ გამოცხადებული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის კოცებს. მე მაქვს ასეთი კითხვა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული ბატონი პაპუაშვილი იყო ერთ-ერთი გერმანული ფონდის წარმომადგენელი საქართველოში და მე როგორც ვიცი ის გრანტებსაც გაცემდა არათუ თვითონ ხო ასევე ირაკლი კობახიძე პრემიერად წოდებული ერთი პერიოდი მუშაობდა მოკლედ იმათ რა ქვია ავადსახსენებელ სოროსის ფონდში მათ ყავთ ერთი ექსპერტი რომელსაც ახლა ასევე ჯიჰადი აქვს თავის კოლეგებზე ყოფილ კოლეგებზე გამოცხადებული ზაალან ჯაფარიძე თავად ხელმძღვანელობდა ევროპის ფონდს და მე მაქვს კითხვა რა დავალებებს აძლევდა მათ Deep State ამ ქვეყნის წინააღმდეგ თუ აძლევდა დავალებებს რატომ ასრულებდნენ მაშინ და რა მნიშვნელობა აქვს მაშინ თუ ასრულებდნენ და ეხლა შეიცვალეს პოზიცია ესე იგი დაუშავებიათ ამ ქვეყნებს თუ მათ არ აძლევდა Deep State არანაირ დავალებებს მაშინ რატო გადაწყვიტეს რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ Deep State-ის ასე ვთქვათ ზეწოლის ქვეშ ძალიან მაინტერესებს ეს კითხვები ზაალან ჯაფარიძე რომ იღებდა $1000 გრანტის სახითაც და თვითონაც გასცემდა იმათი ექსპერტია და ყოველდღე აცხობს რაღაც სტატიებს რამდენი დავალება აქვს შესრულებული Deep State-ის თუ Deep State-ს მაგათი ერიდებოდა და არ აძლევდა ამ დავალებებს ძალიან მაინტერესებს ეს საკენკი დაუყარო იცი რა ყველაზე საინტერესო არის კიდევ ის რომ როდესაც ეხა გამოაქვეყნა თეატრ წუმუკიანმა დასკვნა
არასამთავრობოების დაყრდნობა. დასკვნა იმ კომისიის დასკვნაში, სადაც ნაცების დანაშაულზე და ნაცების დროს დემოკრატიის ნაკლებობაზე ავტორიტარიზმზე ლაპარაკი, ციტატები აქვს მოყვანილი სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან. ამიტომ არის ქალბატონი ეხლა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხურავენ ასე. ამიტომ არის ქალბატონი თეა წულუკიანი გამორჩეულად უკაცრავად ურცხვი თავისი გუნდის წევრებშიც კი ზუსტად ამიტომ რომ მას შეუძლია ყველაფერზე იკადროს ხელის მოწერა აბსოლუტურად მაგრამ ძალიან მაინტერესებს მართლა კითხვებზე გასცემ პასუხი და მედიამ არ უნდა ამოასუნთქოთ ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კობახიძემ თქვა მეოა რაო პაპუაშვილი და მე უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობ და არა ქართულ ორგანიზაციაში რომელიც მათი აგენტი არის. ანუ თლად სათაოფიში მუშაობდა, ანუ თავად დიპსტეიტის ნაწილი იყო ადამიანი. და ნუ აი ეს მართლა როგორ გითხრათ ძალიან მდარე, ძალიან იაფასიანი და ძალიან ჭუჭყიანი პროპაგანდა, რომელსაც ისინი უყრიან თავის მომხრეებს, უბრალოდ არის მართლა გულის ამრევი და ამიტომ ეხა ამ ქვეყანაში ქალი არ ვიცი კაცად გადაკეთდება და კაცი ქალად გადაკეთება თუ არა, მაგრამ ასე არ გამოშტერდება მთელი საქართველო. აი ეს ზუსტად ვიცი რომ ის რასაკენქსაც ეგენი პროპაგანდის სახით უყრიან, მათ შორის დიფთეითან დაკავშირებით, რომ ეს აკენკოს და სიარსის კვლევამ ეს დაადასტურა დიპსტეიტის როლი ქართული საზოგადოებისთვის არის 0. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიც არ უნდა წერონ ბიძინამ და ზაზა შათირიშვილმა წერილები, დიპსტეიტზე ქართველი ხალხი უკაცრავად ამ კვლევაზე ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ, ხა რეკლამა გვაქვს და დაბრუნდებით ეთერში. ბატონო. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმრები არიან ლელა ჯეჯელავა, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლევან ყურაშვილი, კოალიციის ცვლილებებისთვის წევრი. ჩვენ ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში ხელისუფლების ახალ ასე ვთქვათ ნარატივზე, რომ უკვე ტრამპის თურმე დიპსტეიტის მონაა და შეიძლება დიპსტეიტი ვერ დაამარცხოს ტრამპმა, უკვე ასეთ ამბებზე გადავიდა ქართული ოცნება. ახლა ვისაუბრებთ უფრო მეტად ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე და რამდენად რას პასუხობს ამას ქართული ოცნება. ჩვენ თქვით, რომ პასუხობს თავდასხმით არასამთავრობო ორგანიზაციებზე და პასუხობს პროპაგანდით და გვეუბნება, რომ ევროკავშირი ამ ყველაფერს ანსოდ ითხოვს, რომ გავაუქმოთ კანონი, რომელიც გძალავს, რომ შეგიძლია გადაიკეთდე კაცთან, გადაკეთდე ქალად. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და კითხვაზე თუ საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუჩერდა ეს პირველ რიგში ვისი პასუხისმგებლობა იქნება, პასუხები ასე გადანაწილდა. ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება ესო, ამბობს 51%, ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება, ამბობს 13%, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ამბობს 5%. 1% ამბობს რომ რუსეთის და 1% ამბობს რომ ამერიკის. ნუ არ ვიცი, ამბობს 24%. ну მათ ისინი ჩამოყალიბებული არ არიან, არ ვიცი ხა რომელ მხარეს უნდა მიაკუთვნო. ლევან, რას გეუბნება ეს კვლევა შენ მაგალითად, თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიჩერდა, მოახერხებს ქართული ოცნება აურჩევლის დააჯერებას იმაში, რომ ეს არის ევროკავშირის ცუდი ევროკავშირის ბრალი და არა მათი. საკუთარ მომხრეებსაც ვერ აჯერებენ მას, არა თუ საქართველოს მოსახლეობას ხო ამ კვლევითაც გადასარევად ჩანს ვისა დანაშაულებს საქართველოს მოქალაქეები ვისა დანაშაულებენ იმაში თუ დავკარგავთ ვიზა ლიბერალიზაციას. ახლა რაც შეეხება ქალის და კაცის თემას. აი მაგათ ყველა რეკომენდაცია შეასრულონ მაგერთის გარდა და პირობას ვდებ აქვე რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების არც პრობლემა იქნება. არათუ ვიზა ლიბერალიზაცია არ გაგვიუქმდება. ევროკავშირთანაც განვაახლებთ მოლაპარაკებას და 2030 წელსაც გავხდებით ევროკავშირის წევრები. აი მაგერთის გარდა ყველა დანარჩენი შეასრულონ. დანარჩენს რატო არ ასრულებთ? დანარჩენებს ხო არ აქვს პრობლემა. იმაზე ხო არ აგებენ. უბრალოდ რა შეჭირდებათ ხა რატო ამ სიგიჟეს რატო ლაპარაკობენ? რომ იმიტომ რომ გაიმართლონ თავი თუ რატო არ ასრულებენ მოთხოვნებს. ხო და არა და რა წერია იმ მოთხოვნებში. არაფერი განსაკუთრებული არ წერია. ველურებივით არ მოიქცეთო. ამას წერია. სამართლიანი სახელმწიფო კონდეთო, ნორმალური სასამართლო კონდეთ, ხალხს ნუ დაძლებთ თავებს, ნუ უტეხავთო. ეგ წერია, მეტი არაფერი არ წერია. მაგას ითხოვენ. ჩააჯინდენ ამ ერთ პუნქტს, რომელიც ანუ იმისთვის არის, რომ პროპაგანდა ააგონ. ხო რეალურად კიდე ერთხელ მომბო, მაგერთის გარდა ყველა შეასრულონ და ეს ქვეყანა
განაახლებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. უბრალოდ ამას არ გააკეთებენ, იმიტომ რომ რატო არ გააკეთებენ, იცი მე რა? იმიტომ რომ ესენი ყველაფერი რო შეასრულონ, ეგ ნიშნავს მათთვის ავტომატურად ძალაუფლების დაკარგვას. და მათი მიზანი ხო ის კი არ არის რომ საქართველოს სადმე ევროკავშირში შევიდეს. მათი მიზანი არის რომ ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება, რომ მართლა მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, სიკვდილამდე იყვნენ ხელისუფლებაში. ხა ბიძინაზე და ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე ვსაუბრობთ და იქ სი ძინპინი და პუტინი ლაპარაკობდნენ 150 წლამდე სიცოცხლეზე და დარწმუნებული ვარ რომ ბიძინა რო ყოფილიყო იქ სიამოვნებით ჩაერთვებოდა მაგსაუბარში. ანუ ამ კაცს უნდა რატო არ იყო ჩვენი წარმომადგენელი შენი აზრით? ჩვენი წარმომადგენელი რატო არ დამაჯერებელი სახსნა რომ შანხაის ორგანიზაციასთან ჩვენ არ აქვს შეხება და ამიტომ არა რა თქმა უნდა არ არის დამაჯერებელი ხმოვნელამ თქვა რომ იქ იყვნენ სხვა ქვეყნები რომლებიც არ არიან დამკვირვებლები მაინც არიანო თუ რაღაცა არა ისეთებიც იყვნენ შეხება რო არა საერთოდ შეხება რო არ აქვს ისეთ ქვეყნებიც იყვნენ არაფერ შუაში არ არის ეგ არგუმენტი უბრალოდ საქმე იმაშია რომ საქართველოს ხელისუფლებას არავინ არაფრად არ აკეთებს ეგ არის პრობლემა ჩვენ დავდივართ სამეზობლოში ხა ელემენტარული ამ დიპლომატიური ამბავია რომ სამეზობლოში როგორც წესი დადიან რაც არ უნდა ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდეს და ხვდებიან დაუშვათ იგივე ერდოღანს ხვდებიან ალიევს ხვდებიან ფაშინიანს და დადიან შუა აზიაში ქვეყნებში სადაც მართლა მემკვიდრეობით გადადის ძალაუფლება ხო არავინ მათ და ნუ ერთი ძმაკაც იყავთ ევროპაში ორბანი რომელსაც ხშირად ხვდება ბატონი კობახიძე სხვა არსად მათ არ ჩაისვლება და მათ შორის ჩინეთი ამათ უბრალოდ არ თulis იმ პარტნიორად რომელიც ღირსია რომ სადმე დაპატიჟო. აი ეგ არის მაგათი პრობლემა და მაგიტომაც ვერ ხვდებიან მსგავს ღონისძიებებზეც კი იმისთვის რომ რაღაცა ოდნავ პროპაგანდის საშუალება მიეცეთ. რა თქმა უნდა ცუდი იქნებოდა და კარგია რომ ჩვენგან არავინ არ იყო, ოღონდ ეგ იმიტომ კი არ მოხდა რომ ჩვენ არ ქონდა და საქართველოს ხელისუფლებას არ ქონდა იქ ყოფნის სურვილი. ეგ მოხდა იმიტომ რომ ჩინეთს არ ქონდა სურვილი ჩვენი მიწვევის. თორე სიამოვნებით ჩააქანდებოდნენ იქ და პუტინთან ერთადაც დადგებოდნენ, მაგის პრობლემა არ აქვს. ცოტა შეიძლება გვერდით დამდგარიყვნენ, მაგრამ საერთო ფოტოზე უპრობლემოდ დადგებოდნენ. მაგის პრობლემა კობახიძეს და არავის არ აქვს. უბრალოდ ამ ხალხს არავინ არ ეძახის არსად და მაგიტომაც ვერ დადიან. ხა იმ CRRC-ის კვლევას რო დაუბრუნდეთ და საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას კარგად ჩანს რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ევროკავშირის წევრობაც, უნდა ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებას და კარგად აცნობიერებენ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას. რომ ვიზა ლიბერალიზაციით მხოლოდ 22%-მა ისარგებლა ჩვენი მოსახლეობის. თავარი მან ის კი არ არის რამდენმა ისარგებლა. თავარი არის შესაძლებლობა. ეს გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას ხვალვე ნებისმიერ დროს ყველანაირი საბუთების რიგში დგომის გარეშე ჩვენი საჭიროებისამებრ ჩავждეთ თვითმფრინავში და წავიდეთ სოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე, ყველაზე დიდ ბაზარზე გინდა ეს იქნება ტურისტული მიზნით, უამრავი ადამიანი ვიცით, რომელიც სამედიცინო მიზნით დადის, უამრავი სიცოცხლეები არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ჩვენ ევროპასთან გვაქვს ვიზა ლიბერალიზაცია. იმიტომ კი არა, აქ საქმე იმაში კი არ არის, რომ ყველას არ უსარგებლია. საქმე იმაში, რომ ყველას შეუძლია ისარგებლოს. ეგ არის შესაძლებლობა, რომელსაც კარგავთ. ხვალ რომ ვინმეს დაჭირდეს სასწრაფო ოპერაცია, ის ვერ დაელოდება რიგში დგომას და ვიზის აღებას, ხო? რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირა ან 1 თვე. იმას ჭირდება ხვალვე დახმარება. ის ადამიანი, იმ ადამიანს ჩვენ ვეღარ გადავარჩენთ. აი ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ამ შესაძლებლობას გვისპობს ეს ხელისუფლება. თორემ გავიგე რომ ახლა ყველა არავის არასდროს არსად არ დადის ახლა არ არსებობს ეგეთი ქვეყანა, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სადმე სხვაგან იყოს სამოგზაუროდ ნამყოფი, ხო? ეს არ არის თავარი. თავარი არის ის რომ ჩვენ პასპორტს გქონდა ძალა. ჩვენი პასპორტით შეგვეძლო ვემოგზაურა სოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ამ შესაძლებლობას ვკარგავთ, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა სიკვდილამდე იყოს ძალაუფლებაში. აი ეგ არის პრობლემა. ხო, მესმის, გავდელა რამდენად მოსალმელია რომ შეგვიჩერა ვიზა ლიბერალიზაცია და ვისი პასუხისმგებლობა იქნება ეს რეალურად, რამდენად სწორი ნაბიჯი იქნება თქვენი აზრით ევროკავშირის მხრიდან რომ ეს გააკეთოს, იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ხალხი რატო უნდა დაისაჯოს მაინც. იცით რა, ეს კითხვა ხალხი რატო უნდა დაისაჯოს, მე მგონი მთლად სწორად არ არის ფორმირებული. იმიტომ რომ ხალხს ყავს ისეთი ხელისუფლება პრინციპში ყველგან და ყოველ დროს როგორცაც იმსახურებს და თუ ქართველი ხალხი ჩათვლის და თვლის რომ ამ ტიპის ხელისუფლების ატანა მას უნდა
რასაკვირველია, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს. აბა სხვაგვარად როგორ გინდა? სად არის ბუნებაში ისე, რომ საკუთარ შეცდომებზე პასუხი არ აგო? დიახ, ეს ხელისუფლება ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობაა და ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რადგან ივანიშვილმა მთლიანად განდევნა პოლიტიკა საქართველოდან, აი ამოძირკვა რეალურად და აღარ არსებობს, ხო, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი ჩვენ რო სახელმწიფო შევინარჩუნოთ ახლა და დავაბრუნოთ ქართველი ხალხი პოლიტიკაში არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება. სხვა გამოსავალი და არჩევნებით კი არა, არამედ იძულების წესით უნდა ვაიძულოთ, რომ წავიდნენ. სხვა არჩევანი ივანიშვილმა ჩვენ არ დაგვიტოვა. და მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება ძალიან ფიქრობს ოპოზიციაში არასამთავრობო სექტორშიც, რომ უნდა მოუწოდონ ევროკავშირს, რომ არ გადადგას. იცით რა შეასაქმე, როდესაც შენ ისარგებლე საქართველოს მოქალაქემ, ყველა სიკეთით, რაც მოყვა ვიზა ლიბერალიზაციას, შენი მძიმე პაციენტი გადააფრინე საფრანგეთში და უპრობლემოდ დაგიფინანსდა იქ მკურნალობა. როდესაც შენმა შვილმა ან შვილიშვილმა შეძლო და წავიდა მაგალითად ერასმუსის პროგრამით ან რაიმე სხვა ესეთი გავრცელებული პროგრამებით, რომელიც ჩვენთან ძალიან კარგად მუშაობდა ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ახლა გამახსენდა, იმიტომ რომ ჩემი შვილის ორ მეგობარს ვაცილებთ ახლა განათლების მისაღებად და შენმა შვილმა ამ სიკეთით ისარგებლა და ამის მიუხედავად, იცი რომ მე შესაძლებლობა ხვალ აღარ შეიძლება რომ აღარ გქონდეს და არ გამოდიხარ ქუჩაში და ზიხარ სახლში. და ასეთია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. და მე თუ მკითხავ, სწორედ ისინი არ გამოდიან, ვისაც ნასარგებლები აქვს მეტწილად ამ ვიზა ლიბერალიზაციას. თქვენ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი პარტიის პოზიცია როგორია? უნდა მოუწოდოს ოპოზიციამ ევროკავშირს, რომ არ გააჩეროს ვიზა ლიბერალიზაცია. ნახეთ როგორ არის ჩვენ ყველა, მათ შორის პარტიის წევრი ვიქნებით თუ ჩვეულებრივი ადამიანი რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ვსარგებლობთ ყველა ამ სიკეთით. ამ სიკეთის დაკარგვა არ უნდა არავის, გიჟი უნდა იყო რომ გინდოდეს საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნა. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. გადასარევი ხალხია ბელარუსები. მათ შორის ხელისუფლებას შეცვალეს მისი პრეზიდენტი, ხო? რეალურად უბრალოდ მან გააყალბა არჩევნები, ხო? მაგრამ ბელარუსებს არ აქვს ევროკავშირში მიმოსვლა და რატო არ აქვს? იმიტომ რომ არ არის მათი ქვეყანა ინტეგრირებული ევროკავშირის მათ შორის უსაფრთხოების სტრუქტურებთან, იმიტომ რომ ეს ხო უბრალოდ კარგი ხალხი ხართ და გქონდეთ არ არის. აქ არის უამრავი პროცედურა, აქ არის უამრავი საფრთხე, რომ ქვეყნიდან შეიძლება შევიდეს მათ შორის სხვადასხვა კრიმინალური ელემენტი, სხვადასხვა თუნდაც ტერორისტული ელემენტი, მათ შორის ჩვენ ვიცით იგივე ბელარუსის და პოლონეთის საზღვართან რა ხდება, ხო? როცა იქიდან იპარებიან მიგრანტები ევროკავშირის ქვეყნებში. ამ ყველაფერს ევროკავშირი უყურებს, მათ შორის ჩვენ თუ შევხედავთ ბოლოდროინდელ ტენდენციებს, ხო, იქ არის სერიოზული პრობლემა მიგრანტების და ამაზე არის დიდი ტალღა აგორებული. როცა ჩვენ არ გვეხნება ნორმალური ურთიერთობა ევროკავშირთან, ხო? შეუძლებელია ამ პროცედურების დაცვა. მათ შორის საქართველოსთან ჩასული ადამიანებისაც თუ შენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ამბობ რომ საქართველოში არის დიქტატურა, მაშინ ყველა ჩასული, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, შენ იძულებული ხარ მას მისცე პოლიტიკური თავშესაფარი, იმიტომ რომ რეალურად ამ ქვეყანაში ადამიანებს მართლა აწამებენ, მართლა ხოცავენ, მართლა იჭერენ, ხო? ამიტომ ევროკავშირს ეკნება დამატებითი პრობლემები. მე მესმის მათ რატომ უნდათ ამ გადაწყვეტილების მიღება. მე მინდა თუ არა მათ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, რა თქმა უნდა, არ მინდა. ახლა სიგიჟე უნდა იყოს რომ მე მინდოდეს რომ ევროკავშირში ვერ ჩავიდე და ვიზის რიგში მომიწიოს ღამისთენება, იმიტომ რომ მინახავს და გამითენებია მათ შორის ჩეხეთის საელჩოში ღამეები, მახსოვს ცოცხალი რიგები, ყველაფერი მახსოვს. ხა შეიძლება ჩემზე პატარებს არ ახსოვდეს ეს ყველაფერი და ეს იყო ნამდვილი წამება. და ეს ბევრმა არ იცის რა არის და შეუძლებელია ეს ისევ მინდოდეს, მაგრამ მე მესმის რატომ შეიძლება ეს მოხდეს. ერთადერთი შანსი რომ ეს არ მოხდეს არის ის, უბრალოდ ორი შანსი არის. ერთი ის რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ქცევა შეცვალოს და ამის შანსი არის მიზერულზე მიზერული და მეორე შანსი არის საქართველოს მოქალაქეებმა თქვან რომ თქვენ
ვინც ამ წუთას ძალაუფლებაში ხართ, არ წარმოადგენთ ქართულ ხალხს, თქვენ ამ ქვეყანას აკარგინებთ მომავალს და ქართველმა ხალხმა შეცვალოს ეს ხელისუფლება. სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობს. ეს შეიძლება არ მოხდეს ხვალ და საბედნიეროდ ხვალ არ მოხდება ვიზების გაჩერება, მაგრამ ამ წერტილამდე აუცილებლად მივალთ, იმიტომ რომ ევროკავშირის პროცედურები დაწყებული აქვს, ის ამ პროცედურებს მიიყვანს სამწუხაროდ ბოლომდე. ამაში დაჭირდება დრო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიქარი, ბიუროკრატია და იქ წესებს იცავენ, განსხვავებით საქართველოსგან იქ წესებს ზედმიწევნით იცავენ, მაგრამ ეს მოცემულობა დადგება. შეიძლება არ დადგეს ერთ თვეში, შეიძლება არ დადგეს ორ თვეში, მაგრამ გაისად დიდი ალბათობით დადგება. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ აი ამ ქვეყანას კონდეს მომავალი, მარტო მოგზაურობაზე კი არა. ზოგადად თუ გვინდა რომ ევროკავშირის წევრები ოდესმე გავხდეთ, ეს ხელისუფლება არის მოსაშორებელი. სხვა ვარიანტი რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ნუ გვაქვს რაღაც თან დიდი გაურკვევლობა ოპოზიციაში, ზოგი არჩევნებში მიდის, ზოგი საერთოდ პარლამენტში ბრუნდება, ზოგი 4 ოქტომბერს ამთავრებს ხელისუფლებას, აგერვიანი პირიქით იძახის რომ არ გვინდა ეს 4 ოქტომბრის ესე დაანონსება და ნუ აი ერთმანეთთან დაპირისპირებული ხელისუფლება მაგერ სუსის უფროსი გამოცვალა და მამუკამდინარაძე დაგვინიშნა, რომელიც რეფორმას გვირდება სუსში და უფრო ღიაობას, როგორ ელოდებით მოვლენების განვითარებას. ისე ბერებს სუსში ღიაობა მაინც და მაინც კარგი არ არის. ხო, უფრო მეტი ხა ბოლომდე არა, მაგრამ უფრო მეტი ღიაობა გახსნება იქნება. ის რომ მამუკამდინარაძე მაგას უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ზოგადად ისეთი ყველაზე ჭერმეტყველი არა. მოკლედ, ყველაზე უფრო გახსნილი ქონდა ვერბალური ნაკადები ეგეთი პოლიტიკოსია, რომელსაც არაფერი ენაზე არ ადგებოდა, მაგრამ ხო, არ ვიცი რამდენად წადგება ეგ თვისება სუსს, მაგრამ ეხლა რაც შეეხება მოცემულობა რაც არის ეს არის. აი ძალიან ვანომ რომ ახალი წლიდან დიდი ალბათობით დადგება დღის წესრიგში უკვე რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს. მე მაგალითად მგონია რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამ შემოდგომაზე ისე დასრულდეს ამ ხელისუფლების ბედი რომ ახალ წელს ევროკავშირის წინაშე არ იდგეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობა და პირიქით სხვა ტიპის ამოცანები გქონდეს გადასაწყვეტი. ეხლა რაც შეეხება 4 ოქტომბერს, რომელმაც გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათა ღელვა, არ ვიცი რატომ გამოიწვია ხა, იმიტომ რომ დავამთავროთ 4-ში, როდესაც ეს ფრაზა გაისმა. აი ჩვენ ხო არასოდეს გაცვლება იქნება. არა, მოიცადე, როდესმე გვითქვამს, როდესაც ვიკრიბებოდით, რომ აი ხა მივდივართ ხელისუფლების დასამთავრებლად, ან მოგვითხოვია ამ ხელისუფლების წასვლა. მე ქუჩაში გავატარე ეს პერიოდი, მაგრამ არ მახსოვს შეკრება ჩვენი, სადაც კაფიოდ დასმულა საკითხი, რომ ხელისუფლება წადი. იყო მარშები, იყო დაუშვათ მიძღვნები, რაღაცა, მაგრამ ჩვენ კონკრეტული ამოცანა შეკრების დროს არ გქონია, რომლის გადაწყვეტა იქნებოდა მიღწეული მიზანი და ახლა დაისვა ეს მიზანი, რომ ვიკრიბებით, იმიტომ რომ ხელისუფლება წავიდეს. ხომ არავის უთქვამს, რომ თუ ბევრნი ვიქნებით, თქვენს რომ შეიძლება 4-შივე წავიდნენ. ლევან, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? იქნებით ან 4-ში აქციაზე? ჩვენ რუსთაველზე ვდგავართ უკვე 1 წელიწადია და ვიდგებით 4-შიც, მათ შორის ვიდგებით 13-შიც, როცა მარში არის უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან, ვიდგებით 5-შიც, ვიდგებით 15-შიც და თუ საჭირო იქნება ვიდგებით 2026 წლის 1 იანვარსაც. ანუ ჩვენ იმ აქციაზე ვდგავართ რუსთაველზე ყოველთვის მანამდე სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. ეს არის მოცემულობა ხა. 1 იანვარს ან ვიდგებით ან ვიჯდები. ვის ხდებით ყველანი ციხეში ოღონდ ეგრე არის. მან თავარი ანუ ამ ქვეყანაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ივანიშვილი ყველას ვერ დაიჭერს, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც გააპროტესტებს ამ ხელისუფლების, ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ძალაუფლებაში ყოფნას. სანამ ივანიშვილი არ დამთავრდება, ეს ხალხი, ვინც ქუჩაში დგას, იდგება ქუჩაში, როდის დამთავრდება ივანიშვილი ხა. მაგის პროგნოზირება მე მგონია შეუძლებელი. ეხლა შეიძლება მოხდეს ხვალ, შეიძლება მოხდეს 3 თვეში. მაგაზე ხა ვერავის ვერ ვეტყვი და პასუხისგებლობას ვერ ავიღებ, რომ აი ხვალ ივანიშვილი დამთავრდება. მე არ ვთვლი, რომ ამაზე პასუხისგებლობა უნდა ავიღო. დანარჩენი კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ხალხი, ვინც ქუჩაში დგას, ხვალაც იდგება, 13-შიც იდგება, 4-შიც და 15-შიც. ანუ ამაში არაფერი არ იცვლება. ახლა რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, ანუ ვითომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა,
ძალიან რბილად რო ვთქვა, ეს არის ძალიან მძიმე შეცდომა, რომელიც ამ ხალხს არ უნდა დაეშვა, რაც შეეხება პარლამენტში შესვლას. ამაზე საერთოდ კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, იმდენად არასწორი არ მინდა კიდე ერთხელ ვამბობ რაღაც მძიმე შეფასებები გავაკეთო, იმდენად არასწორი გადაწყვეტილება, არც კი მინდა ამაზე საუბარი, უბრალოდ არ შეიძლება დღეს ერთს ლაპარაკობდე, ხვალ გამოხვიდე და აბსოლუტურად საპირისპირო ილაპარაკო და ერთი და იგივე სახეებით აკეთებდე ამას და უტიფრად. გასაგებია, მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის. სულ 40 წუთში ფეხბურთი დაიწყება, საქართველოს-თურქეთი უსურვებს საქართველოს წარმატებას. ლევან ჯეჯელავა, ლევან ყურაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გიჩვენებთ.